მოგესალმებით მეგობრებო, ეს Sky Channel-ია. ყოველ ღამით, როცა დაღლილი სარეცელზე დაეშვებთ და თვალებს დახუჭავთ, რაღაც კადრები თქვენს წინ იწყებენ მოძრაობას. ისინი სულ უფრო და უფრო მკაფიო ხდება და შემდგომ უკვე მას ზოგჯერ უაზრო, მაგრამ რაღაც შინაარსი ყოველთვის ეძლევა. ამის შემდეგ ალბათ აგიხდენიათ უამრავი აუსრულებელი ოცნება და ბედნიერს გაგვიძებიათ, თუმცა გული დაგწყვეტიათ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ სიზმარი იყო. ყოველ ღამით თქვენ სიზმრების სამყაროში ინაცვლებთ და იწყებთ მასში უნებლიე მოგზაურობას. დიახ, ადამიანი სიზმარს ყოველ ღამით ხედავს, თუმცა ამახსოვრდება მხოლოდ ის ნაწილი, რაც გაღვიძებამდე რამდენიმე წამით ადრე ნახა. სწორედ ამიტომაა, რომ სიზმრებს ძირითადად დილით ვხედავთ ხოლმე. საინტერესოა ფაქტიც, რაც უფრო მაღალია ადამიანის ინტელექტის ხარისხი, მით უფრო ხშირად ხედავს სიზმრებს. მეტად სწორი ვიქნებოდი თუ ვიტყოდი, რომ ასეთი ადამიანები სიზმრებს უფრო მეტად იმახსოვრებენ. ალბათ ყველას დაგვსიზმრებია სრულიად უცნობი ადამიანები და გაღვიძებულს გგონებია კიდეც, რომ ისინი უბრალოდ ქვეცნობიერის მიერ შექმნილნი არიან. მინდა გითხრათ, რომ არა. ყოველი ადამიანი, ვისაც სიზმარში ვხედავთ, ნამდვილია. ისინი ჩვენ ერთხელ მაინც გვინახავს, თუნდაც ქუჩაში გავლისას. ეს ფაქტი სარწმუნოა, რადგან კვლევებმა აჩვენა, რომ ჩვენს ქვეცნობიერს არ შეუძლია რაიმე ახალი სახის გამოგონება. სიზმარში ვხედავთ იმ ადამიანთა სახეებს, რომლებიც ოდესმე სადმე მაინც გვინახავს. შესაძლოა ფოტოში, ვიდეოში, ან თუნდაც ქუჩაში პირდაპირ შეგვიხედავს. ყველა სიზმარში ნანახი ადამიანი ნამდვილია. ჩვენ, ადამიანები, სიზმარში ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ვმოქმედებთ სიტუაციების შესაბამისად, თუმცა მთავარს ვერ ვაცნობიერებთ, რომ სიზმარში ვიმყოფებით და ყველაფერი ჩვენი ქვეცნობიერის ნაყოფია. თუ ადამიანი მიხვდება, რომ ის სიზმარშია, იმ წუთიდან ის შეძლებს მთელი თავისი სიზმრის გაკონტროლებას. შექმნის იმას, რაც თვითონ სურს და აიხდენს აუხდენელ ოცნებას. ამგვარ ფენომენს ლუციდიური სიზმარი ეწოდება. ლუციდიური სიზმრის ნახვა ყველა ჩვენგანს შეუძლია. უბრალოდ საჭიროა ერთი რამ. სიზმრის დროს გავაცნობიეროთ, რომ სიზმარში ვართ და ამავდროულად არ გაგვეღვიძოს. შევძლებთ ყოველივეს ჩვენს ნებაზე მართვას, ფრენასაც კი. და ასე რომ ვთქვათ მოგზაურობას საკუთარ ფანტაზიაში. სიზმარს ყველა ჩვენგანი ხედავს, თუმცა მეცნიერებს მაინც ბოლომდე ვერ აუხსნიათ მისი ფენომენი. მაინც არ ვიცით, საიდან მოდის სიზმარი, ეს არის ჩვენი მოგონებისა და ემოციების მიქსი, თუ რაიმე ზებუნებრივი წარმოშობა აქვს. ერთი რამ ცხადია, რომ კარგ სიზმარს შეუძლია ადამიანს კარგი განწყობა აჩუქოს და შემდგომ უკვე მთელი მისი დილა თუ დღე უამრავი პოზიტივით დატვირთოს. ეს Sky Channel-ია. გმადლობთ, რომ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ. თუ მოგეწონათ ის, გამოიწერეთ არხი. მე კი მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებთ.